მისაღწევია ესე მარტივად არ შეიძლება, ანუ არ ხდება ეს მარტივად რა. ყველაზე დიდი რანგის ის არის შეჯიბრი, ხო? წოდებით ყველაზე დიდია. ეს ცალკეული წნეხია. შენ რომ სპორტსმენი ხარ, ბევრი მიღწევებით, ეს ცალკეული წნეხია. რომ იცი რომ შენგან ელოდებიან. ის რომ იქ ხვდება ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მსაჯი, ეს ცალკე წნეხია. იქ რომ შენ ანუ რაღაცნაირად დიდი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარი ერის წინაშე, ეს ცალკე წნეხია და ამ ბევრი წნეხის რაღაც როგორც ჩვენ ფსიქოთერაპევტი იყო და სამი თავით მაღლა უნდა ვიდგეთ. 10 სამი არ ყოფილი 10. ეხა იმდენ ქვეყანას ვეჯიბრებით რეალურად, რომ 10. სამი არ ყოფილი. მან მარტო იმაზე იყო დიდ რუსეთზე ლაპარაკი, რომ იცოდე. ხო, მაგრამ თუ გინდა რომ აჯობა სამი თავით მაღლა უნდა იყო. ხელი მომკიდე კარგად იქნება. 상해 타오야니? ვა წავიდა. არ გტყივა? რამდენი? სკოლაში დავჯდებით მე და მარიამი და დააკვირდი, რომ რამხელა სიმძიმეა წინ წასვლა, უკან წამოსვლაზე და სად ვინგრევი იმასაც დააკვირდი. ანუ 1, 2, 3 და უკვე აღარ ანუ შეიძლება წინაც ვეღარ წავიდე, უკანაც ვერ გავჩერ და ისე ანუ იხლება რა. გაგიჭირდა? ისე რა. ვარ გაგიჭირდა. რამდენი ავწიერო? არასდროს არ მქონია შეხება ფარიკაობასთან ფილმებისა და წიგნებიდან და რეალურად ძალიან მომწონდა ვიზუალურად როგორც სპორტის სახეობა, მაგრამ აი არაფერი არ გამეგებოდა. მართლა ბრძოლის ხელოვნება მეგონა და არა სპორტის სახეობა. ჩემმა მეგობარმა თინამ, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო პარალიმპიური კომიტეტის, მითხრა, რომ მირმა 27 წლის კი ხარო, მაგრამ აი ჯერ გამხდარი გოგო, მოძრავი, ეს კედლები არ გიხდებაო რა, ეხა 4 კედელი, უფრო თავისუფლებისთვის ხარო რა. და მოდიო რა, შენ რას კარგაო ეხა, კაი, წათი სპორტში, მე შეაბიჯაო და თუ გამოგივაო, ნუ ეხა გამოგივო თუ არა და ხო არ მოგკლავენ და ერთი გადახარხარება გადავიხარხარ, კარგი, მეთქი ხა თინა გეხვეწები რა, ანუ არა. მაგრამ მე უკვე როგორი მომენტი იყო, იცით, რომ ცოტა რამდენიმე წამი იყო გასული, რომ ვიფიქრე, რომ აი თუ დავდებ შედეგს, თუ გამომივა, კარგი, მეთქი უთხარი, მოდი ვცადოთ თქო და ჯერ მოვიდა ბატონი მალხაძე გამიცნო და მითხრა, რომ აბა წავიდეთ ახლა დარბაზშიო და მეთქი, კარგი, წავიდეთ. იყო დაინახე? ძალიან ბევრი მარცხი მქონდა 2 წლის განმავლობაში, აი სულ მარცხი მქონდა, იმიტომ რომ B კატეგორიის ხმალი არ იყო, რაპირაში ვერ ვიყავი ისეთი ძლიერი და ნუ A კატეგორიასთან ძალიან მწვალობდი ფარიკაობას, სანამ B ცალკე ჩვენ არ დავიწყოთ შემდეგ და ნუ აი სადამდე მოვედით უკვე B კატეგორია ხმალი ოლიმპიური სახეობა, ეს ჩვენი დაწყებულია საქართველოს ჩემი მწვრთნელის და ჩემი. და იმდენად დიდი სენსია მოვაკეთ ვამბობთ, რომ ხმალი დღეს რომ B კატეგორიის ხმალი ოლიმპიური, ეს არის ჩვენი დამსახურება.
ჩემი ძლია ხალხნო ჩემი და ბატონი მალხაზის შვილები ტყუპები ელენე და ეკატო სწავლობდით ერთ სკოლაში ვიყავით პარალელური კლასელები და როგორც მალხაზი ყვება ერთ დღეს როდესაც გოგონებს მოვაკითხა სკოლასთან მე ესე მივქანაობდი როგორც თან ყვება და მაშინვე კითხა თავის შვილებს ეს გოგონა ვინ არის და როდესაც მივედი იდგა ორი ფიქსირებული ეტლი და მალხაზი მითხრა შენ ამ ეტლში უნდა ჩაჯდე და ისე უნდა იფარიკაო და რაღაცნაირად ისეთი უცნაური განცდა მქონდა და რაღაცნაირად შიშის მომენტი და აი სრულად უცნაური განცდა რომ მე ეტლში რატო უნდა ჩავჯდე მაშინ აბიტურიენტი ვიყავი ვაბარებდი სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურაზე და საერთოდ არ მინდოდა ეს ფარიკაობა. თუმცა მალხაზი იმდენად მონდომებული იყო სისტემატურად ყოველდღე მირეკავდა რომ ხომ მოდიხარ ვარჯიშზე და ნუ აი იმდენად კარგი და შთამბეჭდავი ადამიანია რომ უარს ვერ ვეუბნებოდი უბრალოდ და დავდიოდი ვარჯიშზე. ასევე ჩემი და ირმა შეხვედრა პირველად ალბათ ეს ადამიანები იყვნენ ვის გამოც მე ფარიკაობაზე ხათრით დავდიოდი თავიდან. Where one go, me ჩემთავ შენქავს where one go. Როგორც კვაედგარ არავამ პომ 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 პარამ პომ. ამ სიმღერას ვერ გაიგებს ყველა გავეჩე. მაშინ რატომ ფერის? ხოლოდ შენ გიძღვი. კიდე? არა. ავდექი უკვე მარიამ, ხედა უკვე აკატეგორია ვარ. ამას ხო ვაკეთებ. რომ მოვდივარ უკან, ჩემი ფეხი შეიძლება არც წავიდეს. ტანი მიდის აქეთ. ანუ ინერციით მიდის, ვერ ვიჭერ წელს და მაგით შევედი? წამოვედი, ვიკატავ. ეხა მივეჩვი ეკატავს და ანუ ბამ და თუ უკვე აღარ ამაქვს, აი ესე მოვდივარ. ანუ ვეღარ მივდივარ, აი ეს. ეს ნიშნავს, რომ წელი რო არ მაქვს. კუნთი წელის. კაკრას ეგარი რომ აქ რო ვგდივარ, რომ მოვდივარ, ხელი ვეღარ ქაჩავს. და ხელის ხარჯზე ხო ხელი უკვე დაიღალა, წელი აღარ უწყობს ხელს და სისწორე მიდის ბალანსი ირღვევა. ხო ხვდები და აი ეს წელის კუნთი არის მოსამაგრებელი და პრესია მოსამაგრებელი. ჩვენ რა შეგვიძლია იცი? ეს დავაბათ ერთმანეთზე და ერთით ამაზე მივიღოთ. რომ იქით არ ეგ არის ჩვენი მიზანი რა, რომ იქით არ წავიდეთ. ხო, ანუ ფეხი რო იქით არ წავიდეთ. იქით არ წასვლის მოგორება არა. ანუ იმიტომ რომ ფეხს უნდა გქონდეს ეს მიმართული. კი ბატონო, ახლავე გავაკეთო, ხო გვაქვს რაღაცები. არა, გაქვს ესა. როგორ არა, გაგერე. ხო. პირველი ფეხსაცმელი უნივერსიტეტისთვის რომ ვიყიდე და ფეხი ჩავდგი, დიდი თითი ვერ ვიგრძე. უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ფეხი მეთიშებოდა. ერთხელ დავეცი და ვიღაცა ქალმა მითხრა, რომ წინ გაიხედე გოგო რა თხასავით დადიხარო და მე დავფიქრდი და მეთქი ხა დავხედე, არც კენჭი იყო, არაფერი წინ არ იყო, რომ აი წინაღობა მქონოდა და აი მე უკვე სიარულის მანერაზე დამეტყო. უკვე ფეხის გარდა ტკივილები მქონდა. სურგის ტვინიდან წამოსული კეთილსებიანი სიმსივნე იყო და ფილმს კეტავდა. უკვე იზრდებოდა ისე სწრაფად და როგორც კი ტომოგრაფია გადავიღეთ, ჩემო ქირურგმა მითხრა, რომ ეს ერთი დღითაც გადასადები არ არის, იმიტომ რომ ამას თქვის დროს უკვე ფილტვი მდგიოდა. ორივე და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ორ დღეში გაგამზადებთო და ორ დღეს მერე ოპერაციაზეო, მაგრამ ერთი დღეც არ ეყოთ, იმიტომ რომ უკვე შესაყვანია ესე ვთქვის.
და დილით გამთენიას უკეთ 2004 წლის 16 სექტემბერს გავიკეთე ესე ჩემი ხერხემლის ოპერაცია. ძალიან სულ სიზმრებს ნახულობ. აი როგორც იცი რომ გეუბნება რაღაცა სიზმარი, აშკარად რომ გეუბნება მაშინ ვერ ხვდები და საბოლოოდ ჩამში ეს პლედი გადავიხადე და ფეხებს ქონდა ისეთი ფერი, არასდროს ეხა კარგად არის. ორი არასდროს არ დამავიწყდება ის ფერი. აი ლურჯი, ყვითელი, თეთრი ფერი ქონდა ფეხებს, აი რომ მიდის უკვე ანუ ატროფისკენ კი არა, აი რომ მიდის შეგრძნებები, რო გტოვებენ, აღარ არიან შენთან. всё. დავუძახე ჩემს ქირურგს და ვეუბნები, ვეკითხები, რომ ნუ გასაგებია მეთქი, მაგრამ ნუ იქნება ამიხსნათ მეთქი რამ ჭირს თქო და მითხრა, რომ არავინ არ იცის. აი ძალიან მაგრად თუ ივარჯიშებ და რეაბილიტაციებს გაივლი, კიდე არის შანსი რაღაცის, ოღონდ ვერავინ ვერ გეტყვის გარანტიას, ვერავინ ვერ მოგცემს, გაივლი თუ ვერ გაივლი. და ეს იყო ზარი, ანუ ასე ვერ ანუ რას ნიშნავს ვერ გავივლი, ანუ და ვერ წარმომედგინა, თან ხა მინდა არ მინდა ცოტა ამპარტავანი გოგოც ვიყავი და უცებ ჩამონენგრა ყველაფერი და კაი არ ვაღარ ვარ ამპარტავანი, მაგრამ მაშინ ხო ყველაფერი დამენგრა აბსოლუტურად, რაც კი ოდესმე, რავი, მქონია უარსებია ჩემში რასაც და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნეში რომ დაბადებულიყო, რამდენი ეყოლებოდა გაჟუჟული? აბა. დაბადებიდან მაქვს განუვითარებელი ბარძაყი. თავიდან მიჭირდა. რა თქმა უნდა, თავიდან მეტად თინეიჯერობის ასაკში ყველაფერი უფრო გულთან ახლოს მინგაქვს და ზედმეტად ემოციურად აღვიქვამდი რაღაცებს. თუმცა, რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებულად შეუწუხები ვარ ამ ყველაფერს, არა. ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ არსებობს არაფერი, რაც შენ არ შეგიძლია. მაგალითად სკოლაში, როდესაც ექსკურსიებზე გვიწევდა წასვლა, გვიწევდა დიდი მანძილის გავლა და შეიძლება და რაღაც ვერ გამევლო ისე ის მანძილი, როგორც ჩემს თანაკლასელებს, არა, დედაჩემი მკაცრად მეუბნებდა, რომ შენ აუცილებლად უნდა წახვიდე, უნდა ცადო მაინც. და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერზე არ მithქვამს უარი და შემეძლო თუ არ შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. თუმცა ისე გამომიმუშავდა, რომ მე მეცნიერს მივხვდი, რომ არ არსებობს ისეთი რაღაც, რაც არ შემიძლია. ჩვენ გავიწევით ამ ცხოვრებასაც აუაჩერო ჩემი საწოლე ხარაბასხალია გავა იცოდე თვალას მუხლი ჩემი მგერიდება პარტერი სუმელი და ისფერი მოგიხდება შენ გამოშევაჩერე საფარაში ეტრობიეს თვარე და ვარსკვლავები ეხმარეს მიენგობია დრო გავა სულმალე დაგვიდებენ საფუს ეს ჩემი საწოლე გაიცანი ბაბუს დედაო ჩვენო მინდა ეს სიმღერა
სხვა ანონსები პრომოები. ეხლა სპორტებს ვამთავრებთ ეს ოლიმპიადას ვიღებთ. წავიდა. სტოპ, მანახე. მე მგონი ეგარი რა. მე მგონი ეგარი რა. ერთიც უნდა ვქნათ. წავიდა. კაც, მანახე. შენი არავინ ოდნავ დიდი მანძილია ჩემი აქნით რა. ანგარ. ზათხარ, დაი. ორია. ორა ეხლა იყო გასაკეთებელი და გაკეთდა კიდე. გავაკეთე მასთან გვიანი. ცოტა გვიანი იყო, მაგრამ გამოვიდა, ბიჭო. დაგეგმილი როცა არის, მე შეიძლება ცოტა აცდე დროში, შეიძლება მანძილს არის, მაგრამ რა ახლოს ახარ დაგეგმილი ხარ, მაგრამ დაგეგმა არის თავარი რა. სპონტანურად არ ვიღა ნახე თავს არ ყავს. რა რევს მე ლაპარაკებ. თავს არ ყავს იმაზე. ბიჭო. პრე, შენს გააკეთე, შენ რა ვერ გავიგე, არ დამთავრდება ისა? ოლიმპიადა? პრე. ალ ფარიკავა არის მაღალი ინტელექტის ტყუილი, ხო? რეალურად აი როცა ხედავ შენ ოპონენტს, როგორ გააცურო, უყურებ და მოძრაობაში უნდა გააცურო. თან ისე უნდა გააცურო, ვერ მიგიხვდეს ვერანაირად, დაიჯეროს, რომ შენ წამოკვეს რაღაცებზე და ამ დროს შენ ფიქრობ, ის ადამიანის შენც არ აყვე რაღაც ცდუნებას და შენ არ მოგატყუოს იქეთ და შენ არ გაცურდე. ზოგჯერ ყოფილა ისე, რომ ჩემი ტაქტიკა და ჩემი დირექტივები ისე შემიპარებია ჩემ ოპონენტს ვერც მიმხვდარა, რომ ჩემ სტრატეგიას ფარიკაობდა და ეს იმდენად დიდი წარმატების გარანტია, რომ აი უეჭველად იცი, რომ გამოხვალ მოგებული იმ ბრძოლიდან. ეხლა მე მინდა ჩვენს ქვეყანას დაგულშემატკივარს წარუდგინო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, ის ნაკრები, რომლითაც ჩვენ პარალიმპიურ თამაშებზე მივემგზავრებით და წავიკითხავ როგორც სპორტის სახეობებში, ასევე სახელებით და გვარებით. ნინო თიბილაშვილი, გთხოვთ სცენაზე. ნინო არის ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. დარწმუნებული ვართ, შემდეგი უკეთესი შედეგით იქნება. ირმა ხეცურიანი სოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, სოფლიოს თასის 21 გზის გამარჯვებული. ეს არის აბსოლუტური რეკორდი სოფლიოში. მისთვის ეს მესამე პარალიმპიადა იქნება. გვანც ამბობს ხოლმე ძალიან კარგად, რომ ღმერთმა აიღო ესე ჩვენი თავები და აი ესე კონკრეტულ ადგილას ერთად სპეციალურად მოგვახვედრა. და ისე ვავსებთ ერთმანეთს. ჩვენ წვრთნელთან ერთად, ჩვენი წვრთნელი სამივეს განსაკუთრებულად გვავსებს. ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა და ვერც კი მივხვდი ისე გავხდი ფარიკაობაზე დამოკიდებული ადამიანი. მე უკვე უზომოდ მელამაზებოდა ყველაფერი და აი უშუალოდ ფარიკაობის დროს, როცა ფარიკაობდი, რაღაცნაირად მთლიანად გრძნობდი ჩემს მოძრაობებს, როგორ ვაკეთებდი. როდესაც უყურებდი აი ამ ხელის მოძრაობას ხმალთან ერთად როგორ მოძრაობდა, ეს ჩემთვის იყო ხელოვნების ყველაზე კარგი ნიმუში. Is that second one?
ლოკალურები ვართ და ყველა რაღაც სინაზეებთან ვასოცირდებით გარეთ. მაგრამ როდესაც ბრძოლაში ხარ, აი ბრძოლაში მთავრდება შენი ზოგადად სქესი, გენდერი, ვინ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ, ხარ სპორტსმენი და გაქვს ერთადერთი მიზანი, რომ შენი ადრენალინი აი ეს ყველაფერი დატოვა ბრძოლაში და იმდენად დიდი ცვლილებები ხდება, ავტომატურად მიჩვეულია ტვინი, სხეული ბრძანებას და ანუ საერთოდ სხვა ადამიანი ზის მე უკვე მეტალში. ეხლა არის მაგის სიტუაცია. აი ამ დიფერენციაცია მინდა. ამას განვიცხოვებ. გეტარგებიცები თუ პიედესტალიდან ჩამოვიდეთ. პრე. აი. ხვალო იქან გამთელობის ცნობა შეეძლო. არ ნორმალური. ხელი დაუშვა და დაუსრიალდა ალბათ. აგრა წინა ბრაზას უნდა მეთქვა, სადი ხაჩები იცი შეტევით. აი იქ არ მინდა შეტევა. თუ ვერ წლები არ მინდა საერთოდ შეტევა, აიგე. რა არის, არ არის აუცილებელი რომ იქ რო წავა იქ დააჭა, აიგე. აქაც თუ შეტევის დაკმა გინდა იმენა, ხო? აქაც შეიძლება რაზი გროპი, აი აქ დაიჭირო სადღაც. ცოტა რთულია იქ რა. ხე რა გინდა ისე რომ უკანა არის წასული ვის შენიასავით რა. წააგვიდეთ და დაამთავრო და აი ეფია თქვენ. არა ოლიმპიადის ომს მოვიდეთ თბილისში. გვარი არ არის საჭირო მამა ახლა პარაკის გადაიხდის კი და შემომძერველებს აღიწერს და არ ხრის ხო? ეხა ვერ გავხავ პროცესს. ჩემი დაშის ფორმა. შეხმლის კალი არ ყავს, რა ნემსი რატო გიჭირავს? ამათ ფენიცით კარგად.
Je vous parle d'un temps que les moins de 20 ans ne peuvent pas connaître. La bohème, ça voulait dire on est heureux. La bohème, nous ne mangions qu'un jour sur სახეზე მეტყობა ალბათ ჩემი შეფასებაც და ჩემი ემოციებიც, იმიტომ რომ მაქსიმალურად მშვიდად ვცდილობ შევხვდე ყველა მარცხს, მაგრამ უკვე მეორეა და ძალიან რთულია. ჩინელთან როდესაც ვაგებ მსგავს დაბალ ქულაზე ძალიან ცუდად ვხდები და ანუ მქონდა ან ყველაფერი ან არაფერი და ყველაფერი არ გამომივიდა და მივეცი თავი არაფერს. Victory for Georgia's Nino Timidashvili, 15 ყველაზე კარგი ის არის, რომ медали გვაქვს და медლის გარეშე არ დავჭით. და თიბო არის სასწაული გოგო და ძალიან იყო ჩაღა და ვთვლი რომ აი ასეთი უნდა იყოს სპორტსმენი, როცა კრიტიკული მომენტები აქვს და კრიზისული მომენტები აქვს, იმიტომ რომ გუშინ დაუწყდით ისეთ დღეში ვიყავით, მთელი ღამის უძილოები ვიყავით, ვერ დავიძინეთ, სტრესული გარემო იყო ჩვენ ფიქრებთან ერთად. გუშინდელი შემდეგ ისეთ სტრესში ვარ, რომ ჯერ არ ვიცი, მაგრამ გუშინ ისეთ რაღაცებს ვფიქრობდი წასვლა, წასვლაზე ფარიკალდიდან ცოტა შემეშინდა, მეთქი ახლა უცებ ნაჩქარევა და არ მივიღო ცუდი გადაწყვეტილება თქვა. ვეწერებ დღეს და ცხე არ მაქვს, բայց გუშინ არ მქონია დღეს გადამიხუიეს, ტრენერში მომხსნეს, მალხაზ დაურეკავ მოვა და გამწერენ. ეს ესეთი პატარა იყო. აი ესეთი იყო და დაჭმუჯნო და უკვე რომ გაჭრეს ჩირკი გამოდიოდა. ანუ გადავრჩით რომ არ დაჭირდა. ხო და dressing is there. გამარჯავათ ხალხო.
იდე ბავშვი. ფიზიკური ვარჯიში მოხურება გაძელვა გამოძელვა 9 საათი. რაფის სამიზნე 9 საათი დაწყობილი. გადაადგილება 30 წუთი დღის განმავლობაში უიათ გამორჩა არასდროს გვაქვს ძლიერი ფიზიკური ვარჯიში. უძლიერესი. ხო. მე ჯერ რატო ვერსიაში? ჯერ კიდევ რატომ ვერსიაში? მე ისთვის მოვიაზრები ბავშვობა მე დღეს თქვენთან ვარ როგორც მწწნელი მას. გახურება არ გიდათ, ხო რა? ანგარ. პრეალე. აი. სადერო თუ მარტო გადასვლა გადმოსვლებზე კი ბატონო აკეთე, მაგრამ ხელი უკან არ წაიღო და იქნებ სწორად წარ. ანგარ. პრეალე. აი. ანგარ. პრეალე. Where is the parody cross? There it is. And in the end, Irma Ketsuriani. Georgia.